Koalitsiam ზიშვილების დააფუძნებელმა ინგა ლულაძემ სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში პრეს-კონფერენცია გამართა. პრეს-კონფერენცია დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის გადაუდებელი საჭიროების საკითხს ეხებოდა. თემაზე გადაღებული ვიდეო რგოლი ტელესივრცეში უკვე ტრიალებს. პრეს-კონფერენციაზე ანგარიშის ნომერიც წარმოადგენს და კერძო სტრუქტურებსა და საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს. Ai, sari beti, როგორ არის? ბატონო? გადავწყვიტეთ, რომ დავაარსოთ სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ქართველი ბავშვები, საქართველოს მოქალაქეები, ყოველგვარ დახმარებას, ყოველგვარ რეაბილიტაციას მიიღებენ უფასოდ. სარეაბილიტაციო ცენტრი მარტო იმაზე არ არის, ყური ატკივდა, თითი გაიჭრა, მოყრიდა და რაღაცა. ეს არის გადასამზადებელია ის მშობლებიც, ვისაც შეიძლება ეყოლოს ესეთი ბავშვი. ის მშობლები, ვისაც ყავთ და ვინც წლობით ზრდიან ამ ბავშვებს, ფსიქოლოგიურად მოსავლელია.